თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. გადაცემის სპონსორია მდივანი და კომპანია. შეგექმნათ პრობლემა იპოთეკართან, ბანკთან, ან სხვა კრედიტორთან. იპოთეკარი გასახლებ თქვენი ბინიდან. არ გიბრუნებენ ვალს. საადვოკატო ფირმა მდივანი და კომპანია. პეკინის 11 2 36 56 01. მდივანი და კომპანია. დღეს ოთხშაბათია და პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესაჩერებლად ავალების გასასტუმრებლად იპოთეკური დაზარალებულების სახელმწიფოსგან დაბალი გრძელვადიანი სესხის გაცემას მოითხოვენ. საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დაზარალებულები აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. რამდენ ადამიანს ემუქრება საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება, უნდა დაწესდეს თუ არა გარკვეული შეზღუდვები იპოთეკური სესხის აღებისას. ამ თემაზე დღეს ჩვენ გადაცემის სტუმართან ახსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან მიხეილ სარჯოლაძესთან ერთად ვისაუბრებთ გადაცემის მსვლელობისას, ასევე ქუთაისიდან ჩაგორთვება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მსმენელს შევახსენებ, რომ შეუძლიათ არეკო სტუდიის ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწეროს Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? გადაცემის სპონსორია საადვოკატო ფირმა მდივანი და კომპანია. პეკინის 11 2 36 56 01. მდივანი და კომპანია. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და თავდაპირველად მოდით დავიწყოთ საუბარი სტატისტიკური მონაცემებით. სტატისტიკური ინფორმაცია, რამდენი დაზარალებული ადამიანი არსებობს დღეს ქვეყანაში, თუ გაქვთ ესეთი ინფორმაცია, თუ არსებობს და ასევე რამდენი ადამიანს ემუქრება დღეს რეალურად გამოსახლება. თუ არსებობს მსგავსი სახის ინფორმაცია და რა შეგიძლიათ გითხრათ? კი ბატონო. პირველ რიგში მივესალმები მსმენელს და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ კვლავ დაინტერესებული ვიზანდებით იმ პრობლემებით, რომელიც აი თქვენ შესავალში რაც ბრძანეთ, ეს მართლაც არ არის უმნიშვნელო საკითხებით და რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ გამორჩეული ყურადღებით და გამორჩეული ინტერესით ხასიათდება საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ გადავალებთ პასუხზე ამ შეკითხვაზე. ძალიან დიდია რაოდენობა ადამიანების, რომელმაც რაღაცა გარკვეული პრობლემები განიცადა ამ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში. კიდევ ვიმეორებ, რომ პრობლემა ძალიან მასშტაბურია, მიუხედავად იმისა, რომ არის ხშირ შემთხვევაში სახელდება არასწორი რიცხვები, გადაჭარბებული რიცხვები, მაგრამ მიუხედავად იმისა, ის რაც რეალური არის, ერთი წუთით არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ნაკლები აქტუალობა და ნაკლები პრობლემა გააჩნია ამ საკითხს. სტატისტიკა გულწრფელად რო გითხრათ, არ არსებობს, იმდენად რამდენადაც პრაქტიკულად ამის ზუსტად იდენტიფიცირება შეუძლებელია, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება რეალური სტატისტიკა იმისთვის, რომ ამას არსებითად ანალიზისთვის და შეფასებისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. მნიშვნელობა რომ ჰქონდეს ამის იდენტიფიცირება საჭირო და იდენტიფიცირების თვალსაზრისით კი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. ერთი დაყოფილია გამოსახლებას თუ ვიტყვით, გამოსახლებას დღესდღეობით აწარმოებს ერთდროულად აღსრულების ეროვნული ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, იქ განსხვავებულია უბრალოდ საფუძვლები და წესი ამ გამოსახლების განხორციელების და მინდა გითხრათ, რომ როგორ თქვა, ძირითად შემთხვევებში ამის ერთდროულად აღნოსხვა და აღრიცხვა პრაქტიკულად არ ხორციელდება. განსხვავებულია იქიდან გამომდინარე ეს და არ ხდება ამას პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება არ კონდეს იმდენად რამდენადაც ძალიან ხშირია რომ იპოთეკური სესხის შედეგად აღმოჩნდება ხოლმე არა ამ ხაზით არამედ ჩვეულებრივ როგორც ვითომ და ნასყიდობა გადაფორმებული კრედიტორის ხელში საკუთრება რომელიც ისე უდგება საკითხს რომ ის დოკუმენტურად გამოისახება როგორც ერთი ადამიანის მიერ მეორე ბინაში შეჭრა მაგალითად და იქიდან გამოსახლება აი ამის დათვლა და ამის აღნოსხვა პრაქტიკულად ძალიან ძნელია. ანუ ხშირია ესეთი ლატენტური გარიგებები, იატაკქვეშა გარიგებები, რომელიც ჩრდილავს, ასე ვთქვათ, რეალურ მონაცემებს და ამიტომ ეს პრობლემატურია. თუმცა აქციების მასშტაბებით და გამოსვლების განცხადებებით ვივარაუდებთ, ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საკმაოდ დიდი რიცხვია, ჩვენი გამოთვლებით წლის განმავლობაში
ну აი ყველაზე დიდი რიცხვი რაც უნდა ვთქვათ ეს არის რომ ჩვენთან აუქციონების ჩატარების შედეგად წლის განმავლობაში ну სადღაც 500-დან 1000-მდე ეს ყველაზე დიდი რიცხვია რომ იყიდებოდეს ბინა აუქციონებზე რაც ну კიდევ მეორე ძალიან დიდი რიცხვია არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს რაიმე ფორმით ну გაფერმკრთალდა დაუშვათ ამ პრობლემის აქტუალობა არა რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი რიცხვია ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 600 დაახლოებით ამ მიდამოებში მაგრამ რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით თითოეული ოჯახისთვის ეს არის თავიდან ბოლომდე უზარმაზარი ტრაგედია რა თქმა უნდა ეს პრობლემას ერთი წუთით არ ამარტივებს ძალიან დიდი პრობლემა. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, თქვენ რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ კამპანია აფრთხილებთ საზოგადოებას, რომ დაფიქრდი სანამ ბინას ჩადებ და საკმაოდ მძიმე კადრებია ნაჩვენები ამ კამპანიაში, თუმცა სანამ კამპანიას დავიწყებთ საუბარს, მანამდე პირდაპირ სატელეფონო ხაზზე გვერდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ქალბატონო ეკა, ჩვენ საუბრობთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან მიხეილ სარჯოლაძესთან იმ პრობლემაზე, რაც ეხება გამოსახლებას და იპოთეკურ სესხებს. თუ მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით ამ მიმართულებით მუშაობა, გუშინ აქცია იყო პარლამენტის შენობასთან ითხოვდნენ თქვენთან შეხვედრას, თუ შეხვდით მათ და თუ რეალურად რამდენად დიდი და საგანგაშოა ეს პრობლემა? პრობლემა თავისთავად ძალიან ძიმეა და რთულია, იმიტომ რომ ეხება 100,000-ობით ადამიანს. თუ მე ვიცი, ხოსი ციფრი არ მაქვს, მაგრამ რომ 300,000-ზე მეტი ადამიანი შეიძლება იყოს. ეს პრობლემა უდგას წლების განმავლობაში ძალიან უსამართლო საბანკო ძალიან მაღალი და უსამართლო საბანკო პროცენტების გამო და თავისთავად ეს პოლიტიკა რომელიც იყო წინა წლებში ვფიქრობ, რომ საჭიროებს ექსპერტების მხრიდან და სპეციალისტების მხრიდან აღჭრეს სწავლას. 1000-ობით ადამიანი დაზარავდა ცივი სოციალური პირობების გამო და ორდიარაუდი და ექსტრემალური სიტუაციაში და ადამიანის გამოსახლების წინაშე კარგია რომ უარი არის აღსრულების ძალიან დიახ კონკრეტულ საქმეს თხოვენ კერძოება და კარები გამოსახლების შეჩერებას თუ etapზე რა etapზე შესაძლებელია სამსახური საერთოდ ჩვენ ხშირად გვაქვს ესეთი თხოვნა რომელიც გამომდინარეა მოქალაქეთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე როდესაც მართლა მძიმე სიტუაცია აქვს ავადმყოფი ბავშვები მძიმე მდგომარეობა და ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშეც გარან მთლიანობაში კომპლექსურად არის გადასახედი ეს პრობლემა მე შევხვდი იმ დღეს ამ ადამიანებს იპოთეკარებს წინა დღეებში თქონდა შეხვედრა არაერთ ჩვენს უკეთებენ პირადად მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ ცოტა ისეთი უხელხულიც კი არის მეორე მხარეს ან კერძო პირია ან ბანკი და ჩარევის პირდაპირ ჩარევის უფლება შეზღუდვები გაგვარკვეული თავდების პირისაჭ როდესაც პარლამენტი საკანონმდებლო ორგანო ასეთ საკითხებს კონკრეტულ თემებზე რეაგირებს იკარგული სიფრთხილე არ საჭირო, მაგრამ მეორე მხრივ აუყოთ იმ ადამიანებს, რომელთა უფლებები მართლაც ირღვევა და ძალიან ძვირ მდგომარეობაში არიან. ამიტომ პარლამენტის საკანონმდებლო კუთხით რა სიზამს მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამ საუბარზე ალბათ პარლამენტმა უნდა ინიციიროს აწესები შეიქმნას, მაგრამ მე შეგვიძლია კითხა ჩემ კომიტეტის სახელით, სადაც 1000-ობით განცხადება შემოწეს. ინდივიდუალს უნდა მიუდგეთ ყველა საქმეს, იმიტომ რომ თითოეული ამ ისტორიის უკან განან ადამიანები, რომლებიც შეიძლება შეეწირონ ასეთ. თუმცა ქალბატონო ეკა, ამ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს ავალდებულებს კანონმდებლობა, რომ გამოსახლების პროცესი უზრუნველყოს. ამ მიმართულებით მაშინ გამოდის, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა დაარღვიოს კანონი. არა, ჩვენ ახლა არ ვიმდებით, რომ კანონი დაარღვიოს, მე ამბონია გასმებით ყავს და არავის არ უწყობს. თუმცა თუ არ გამოასახოთ, თქვენ საუბრობთ სოციალურ პრობლემებზე, რომ ადამიანი ძიმე მდგომარეობაშია. არა, არის ხო, ანუ კანონი არ არის ესე ვთქვათ, დაცლილი ისეთი ტიპის ნორმებისაგან, რომელიც არ ითვალისწინებს რაღაცა ტიპის გამონაკლისებს, ხო? კანონი ყოველთვის არის მორგებულია და აგებულია ადამიანის რაღაცა ინტერესების გათვალისწინებით და სამართლიანობის პრინციპით, ამიტომ ყველა შემთხვევაში აქვს
რაღაცა საგამონაკლისო წესი, როდესაც შესაძლებელია კონკრეტული გარემოებები თუ ასეთი არსებობს, გაითვალისწინო და ის გარემოებები თუ არის კანონში მითითებული, რომ შეიძლება გადაიდოს ან შეჩერდეს ან რაღაცა გარემოებები, ხო ასეთი არის მითითებული კანონმდებლობაში. ეს გარემოებები გამოვიყენოთ, როდესაც გვაქვს კონკრეტული შემთხვევები. როცა იცი რომ ამ ახსნილებას შეიძლება მოყვეს ადამიანის სიტყველობა და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირი შეიძლება დადგეს, ალბათ მართებს ყველას რომ უფრო მეტად დავფიქრეთ და ნახოთ გამოსავალი ხომ არ არის ისევ კანონის კუთხით, სადაც სამართლიანობიდან გამომდინარეობს, ან გაძავადდეს, ან შესაძლებლობა მიეცეს ამ ადამიანს იყოს სხვა თავშესაფარი ან მოუკვდეს ავადმყოფი ბავშვი ქუჩაში გამოსახლების დროს და ამ შემდეგ. ადამიანურადაც და სამართლებრივი კუთხიდან უნდა შევხედოთ კონკრეტულ გარემოებებს, ასე რომ მე ძალიან კარგად ვეცვით, რომ ახსნილების სამსახურმა თავის ვალდებულებაზე შეასრულოს, მაგრამ არის ზოგჯერ ისეთი შემთხვევები, როდესაც კანონით არის შესაძლებელი გადავაწყდეს, ან შეჩერდეს, ან პრევენციული ღონისძიებები გამოვიყენოთ, თორე ხა ესეც უშიშლად მიუძგებით ჩვენ და ძალიან უხეშად, რომ აი კანონში ესე წერია და უკან არ დავიხიოთ და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვალა ამ მიმართულებით სახელმწიფო მიდგომა. ეს არ არის სწორი და უფრო დიდი სიკეთის თავიდან ასაცილებლად არის უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევები, როდესაც ნაკლები სიკეთის აზიანი დაზარალება ხდება. აი ამაზე საუბრობთ ხალხი. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში და გვიპასუხეთ შეკითხვებზე, როგორც მოისმინეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში ამ მიმართულებით მუშაობა არ არის დაწყებული, თუმცა ეკა ბესელი აცხადებს, რომ კანონში გარკვეული ხარვეზები არის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოსწორებული და ასევე განმარტავს, რომ აღსრულების ბიურომ ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე უნდა იმუშაოს. რამდენად იზიარებთ ბატონ მიხეილ ამ მოსაზრებას, ჩვენ რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით, რეკლამა და რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბატონ მიხეილ ქალბატონმა ეკა ბესელიამ გადაცემის პირველ ნაწილში ისაუბრა, რომ არსებობს აღსრულებელს აქვს გარკვეული უფლებები, რაც შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ არ მოხდეს სწრაფად გამოსახლება ადამიანის. რისი უფლებები გაქვთ და რამდენად ხშირად იყენებთ ამ უფლებას, რო გითხრათ? საქმე იმაში გახლავთ, რომ ბუნებრივია, რომ ნებისმიერი კანონი ტოვებს გარკვეულ ფარგლებს, რომლის შიგნითაც, ასე ვთქვათ, ვარირების საშუალება და ვარიაციების შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია ნებისმიერი მოხელისთვის და ნებისმიერი თანამშრომლისთვის, რომ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აქვს არჩევანის თავისუფლება, ისიც იყოს სწორი გადაწყვეტილება და კრიტერიუმი იყოს ჯანსაღი. მაგალითად, მე მაქვს დავუშვით სიტყვაზე ვამბობ, ვადა ერთთვიანი, რომ ან ხვალ, ან ერთი თვის შემდეგ გავაკეთო რაღაცა მოქმედება. ასეთ დროს მე ბუნებრივია უნდა მქონდეს რაღაცა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც გადავწყვეტ, რომ ან ხვალ გავაკეთო, ან ერთი თვის შემდეგ, აი ამ ვადის შიგნით. რასაკვირველია, ესეთი საკმაოდ ბევრი გვაქვს შესაძლებლობები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არც თუ ისე ბევრი, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც აი ესეთი დისკრეციის არარსებობა პირიქით უარყოფით და ცუდ შედეგებს გვიყენებს. მაგალითად, როდესაც უაღრესად პატარა ვალდებულება რჩება, ვალდებულება რომ მთლიანად შესრულდეს და ჩვენ ვდგავართ ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილების წინაშე, რომ გამოვაცხადოთ აუქციონი. ეს მაგალითად დავუშვათ 100,000-იანია ბინა, იქ ცხოვრობს ადამიანი და ეს მისთვის არის ერთადერთი საცხოვრებელი და დავუშვათ 2,000 ლარი არის დავალიანება, რომელიც გამოც მე აუქციონზე უნდა გავიტანო ქონება. მე მესმის, რომ ამ დროს ადამიანმა უნდა იზრუნოს და შეასრულოს ეს ვალდებულება, რომ არ დაუდგეს ეს პირობა, მაგრამ არის მერწმუნეთ შემთხვევები რეალურადაც, როდესაც მსგავსი შესაძლებლობა ამ ადამიანებს არ აქვთ. იცით, აუქციონის წესი არის ესეთი, პირველად რაც შეფასდება ქონება, დავუშვათ იმავე 100,000-ად გადის საწყის ფასს წარმოადგენს 50,000, რა დროსაც 50,000-ად რო გაიყიდოს, თქვენ გესმით, რომ ის ნახევარი 50,000 სრულად გაიფანტა და სხვა იხეირა მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და თუ ამ პირველ აუქციონზე გაყიდვა ვერ მოხდება, ასეთ შემთხვევაში განმეორებით აუქციონზე საწყისი ფასი არის 0. ესე იგი, შეიძლება უკიდურესად მცირე ფაზად, ზუსტი რო ვიყოთ დავუშვათ 5,000-ად შეიძლება გაიყიდოს ეს 100,000-იანი ქონება და ადამიანმა დაკარგოს 95,000. აი ასეთ დროს ჩვენ სამწუხაროდ განსაზღვრული ვადები გვაქვს ისინი.
ხარვეს ვერ დავარქმევთ ამას. ეს არის ის, რაც დევს ამ კანონში. ვფიქრობ, რომ ასეთი ალტერნატივები უნდა გამოჩნდეს, თუმცა რასაკვირველია ვისურვებდი, რომ ეს იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და მხოლოდ ჩვენი განსასაზღვრი არ იყოს, რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, რა შემთხვევაში არა. მე საერთოდ იმ პრინციპს ვემხრობი და ვეყრდნობი, რომ ჩვენს თანამშრომლებს, რომელიც მუშაობენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და საკმაოდ კვალიფიციური კადრები არიან ისინი, მათ უნდა ჰქონდეთ ამგვარი თავისუფლებები, რომ გადაწყვიტონ რა შემთხვევაში არის რეკომენდირებული ამა თუ იმ ოფციის გამოყენება და რა შემთხვევაში არა. მათ ამის უნარიც გააჩნიათ და ბუნებრივია საკმარისი პატიოსნებაც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მსგავსი მაგალითად ესეთი არის სეკვესტრის ინსტიტუტი, როდესაც შეიძლება ადამიანს მოსთხოვო, აიძულო, რომ მისი ბინა გაქირავდეს და იქიდან შემოსული თანხით, თუნდაც მომდევნო 4 თვის განმავლობაში დაიფაროს ვალდებულება. ამას ადრე არ იყენებდნენ ბატონ მიხეილ. ამას კანონიც არ იძლევა შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა დამოუკიდებლად ესეთი გადაწყვეტილება მიიღოს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ. არც მე არ შემიძლია სეკვესტრის გამოყენება მკაცრად შეზღუდულია, კრედიტორის თანხმობა უნდა არსებობდეს და ისიც საკმაოდ მოუხეშავი ფორმაა და ესე მარტივად ესე გამოყენება არ ხდება და ამიტომაც პრაქტიკული გამოყენება ამას არ ქონია. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ დავუშვათ, აი დამოუკიდებლად გაყიდვის შესაძლებლობა, ის რასაც ეს სეკვესტრი ქვია და ასე შემდეგ, შესაძლებლობა არსენალი უნდა იყოს გაცილებით დიდი, რომ ადამიანი არ მივიდეს იმ სავალალო შედეგთან, რასაც აუქციონი ქვია. თვითონ ბუნებრივია ადამიანები ძალიან ხშირად არ უწყობენ ამას ხელს, რომ ეს მავნე შედეგი მათთვის ცუდი შედეგი არ დადგეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ კუთხით ძალიან გაიზარდა და მომატებულია ამ ხრივ აღმასრულებლებისა და მოვალეების ან კრედიტორების კომუნიკაციის შესაძლებლობა, რა დროსაც ეს მოლაპარაკებები, ეს ვარიანტები მთელი დრამატიზმით საკუთარი მდგომარეობის აღწერა და ასე შემდეგ ხდება, ეს ძალიან უტრირებული მაგალითებითაც უხსნით ადამიანებს და ვარწმუნებთ ვცდილობთ აუხსნათ, რომ აი თუნდაც დროის ესე უსაფუძვლოდ გაჭიანურება მისთვის არაფრის მომცემია და ასე შემდეგ. ამიტომ ვისურვებდი, რომ ესეთი თავისუფლება კანონს მოეცა ჩვენთვის, ვფიქრობ, რომ ეს უკეთეს შედეგებს მოიტანთ მინიმუმ რაღაცა რაოდენობა საქმეებზე. მეორე რაც აი დისკრეციის თვალსაზრისით არსებობს და რაც ბრძანა ქალბატონმა ეკამ, ეს არის შესაძლებლობა, რომლითაც აღჭურვილია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე და რომელიც გულისხმობს აღსრულების გადადებას, ან შეჩერებას, განწილვადებას და ასე შემდეგ. განწილვადების მიმართულებით მე პირადად მაქვს დამოკიდებულება, რომ ძალიან ფართოდ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ოღონდ არა კერძო სამართლებრივ საქმეებში, ანუ არა იმ საქმეებში, სადაც ორივე მხარე, კრედიტორი და მოვალე არიან კერძო სამართლის პირები. იქ გვჭირდება კრედიტორის თანხმობა. თუმცა ვცდილობთ, რომ მოლაპარაკება აქტიურად ვაწარმოოთ და ეს რესურსი გამოვიყენოთ, დავიხარჯოთ ამ მიმართულებით, რომ კრედიტორიც და მოვალეც მივიდნენ შეთანხმებამდე და გარკვეული გრაფიკის პირობებში ვალდებულების დაფორმა მოხდეს, რომ ეს არ იყოს ძალიან დამტვირთველი დაუშვათ მოვალისთვის ერთბაშად თანხის გადახდა. გარკვეულ წარმატებებს ამ თვალსაზრისით ვაღწევთ, თუმცა ეს არ არის ის შედეგი, რომელსაც ვისურვებდი ოდესღაც რომ ყოფილიყო. აქ გაცილებით მეტი მინდა და უფრო რეალური შესაძლებლობები უნდა არსებობდეს. ყოველთვის რა არის ერთი კრიტერიუმის აქვე ჩავამატებ, შეიძლება ცოტა რთულია, ერთი კრიტერიუმი მოარგო ყველა ადამიანს. ერთი რა არის რასაკვირველი არ არსებობს, მაგრამ აი კრიტერიუმის თვალსაზრისით რაღაცა ის ზოგადი მიდგომა რო არსებობდეს, მე გეტყვით რომ აი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რომელიც ან დაუშვათ პრინციპი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ნებისმიერი საახსრულებო სისტემა. ეს ჩემი აზრით არის ბალანსი ინტერესებს შორის. თუმცა ამ ბალანსზე მინდა ჩაგეკითხოთ, რომ ბალანსთან დაკავშირებით ხშირად იყო საუბარი გარკვეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომ წინამთავრობა ბანკის ინტერესებს, ანუ არ ვსაუბრობ აქ კერძო მევალებს, ბანკის ინტერესებს უფრო ხშირ შემთხვევაში იცავდა, ვიდრე ადამიანების. ბანკი უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო. თქვენ ხშირად გაქვთ შეხება და ბუნებრივია უფრო მეტად მიგიწვდებათ ინფორმაციასთან დაკავშირებით ხელი. რამდენად ესეა ეს რეალურად? ბანკს უფრო მეტი სუფლება აქვს, ვიდრე უნდა ქონდეს საერთაშორისო სტანდარტით. მე ვიტყოდი, რომ აი უშუალოდ საახსრულებო წარმოებაში იმ ტრივიალური კატეგორიის საქმეებში, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, ბანკებს არავითარი გამორჩეული, ასე ვთქვათ, სტატუსი და უფლებამოსილება არ გააჩნია. თუმცა მე არ შემიძლია იმის კომენტირება და იმის ახსნა, რამდენად ყოველცალკეულ შემთხვევაში იყო დაუშვათ უფრო მეტი პრივილეგიით ანუ უფლებამოსილებით აღჭურვილი ბანკი, ვიდრე დაუშვათ ეს ეხლა ხდება და ასე შემდეგ. ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ არის
ისეთი შემთხვევაც, ასეთი შემთხვევაც და გამიჭირდება ამის ესე ვთქვათ გლობალურად ანალიზის გაკეთება. მაგრამ რა თქმა უნდა, სახსრებო წარმოებების შესახებ კანონში სხვა სფეროებში, როგორც არის იპოთეკის დაცულობა და ასე შემდეგ, გარკვეული პრივილეგიები ბანკებს გააჩნიათ, ჩვეულებრივი და უშუალოდ იპოთეკარებისგან განსხვავებით და სხვა. ეს არსებობს ნამდვილად, ამას გააჩნია გარკვეული დასაბუთება, რომელსაც შეიძლება მე ვიზიარებდე ან არ ვიზიარებდე, მაგრამ ამას უშუალოდ კავშირი აი ამ პროცესთან, რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ, სამწუხაროდ არ აქვს საბედნიეროდ. ესე არის, მაგრამ ერთი რამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საყურადღებოა, რომ ჩემი დაკვირვებით ნამდვილად მნიშვნელოვანია აი ამ ინტერესთა დაბალანსების პრინციპის რეალურად იმპლემენტაცია და დადგენა ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში და ამ კუთხით არსებობს ნამდვილად ის გარკვეული სიცარიელე, რომელიც შევსებას საჭიროებს. ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი იმ მიმართულებით, რომ მხარეთა ინტერესების დაბალანსება რეალურ საქმედ ვაქციოთ. ეს ნამდვილად არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა და ამაზე ბევრს მუშაობთ. თუმცა ამ კანონმდებლობასთან ერთად ჩვენ არაერთხელ გვისაუბრე ამ სტუდიაშიც საუბარი არის იმაზე, რომ ადამიანებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია, რას რისკავენ, როდესაც დებენ საცხოვრებელი სახლი, იქნება კომერციული თუ რა უძრავ-მოძრავ ქონებას. ამ შემთხვევაში თქვენ ჩაატარეთ კამპანია სპეციალური, როდესაც გამოდიოდით და აფრთხილებდით ადამიანებს, აჩვენებდით ძალიან მძიმე კადრებს ამ ვიდეო რგოლში, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მათთვის ბინის ჩადების შემთხვევაში. რამდენად შედეგიანი იყო, შეგიძლიათ გარკვეულწილად ამაზე ისაუბროს, თუ მოხდა უკვე სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება და ამ მიმართულებით კიდევ რა იგეგმება? კი ბატონო. იცით, დავიწყებ იმით, რომ ეს არის ის თემა, რაც თქვენ ახლა წამოჭერით, რის გამოც მიხაროდა აქ მოსვლა დღეს სასაუბროთ. მადლობა ამისთვის, ამ თემის წამოწევისთვის წინა პლანზე და დიდი მადლობა თქვენ. უბრალოდ ეს არის არაჩვეულებრივი ასოციაცია. იცით რაშია საქმე? მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საკვანძო პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში დგას დღის წესრიგში, ეს არის ადამიანების ცნობიერება. და ის რაც ყველაზე მეტად მტკივნეულია, რომ აბსოლუტურად, მოდით ვიქნები მკაცრი ამ შემთხვევაში და ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად ინფანტილური გათვლები, აბსოლუტურად არარაციონალური და არაპრაგმატული, ასე ვთქვათ, მიდგომები, რასაც ვერ იტანს აბსოლუტურად ვერც ერთი ბიზნეს გარიგება, ვერც ერთი ეკონომიკური ტრანზაქცია და ასე შემდეგ. ყველა გარიგება, როდესაც ვდებთ, უნდა იყოს აწონდაწონილი გადასარევად, კარგად და რისკები უნდა იყოს მეტნაკლებად მაინც ადამიანის მიერ შეფასებული. არ შეიძლება ბრმად თვალახვეული დავდიოდეთ სიბნელეში და სადაც ვიცით, რომ აუცილებლად ორმოები შეგხვდება. მარტო იმ იმედით, რომ მე რამეთ გამორჩეული ვარ და ეს არ დამემართება, ეს არ შეიძლება. ან მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დაყრდნობა, რომ ის ჩემი მეზობელს რა კარგად მანქანა უყიდია და ამიტომ აწიც ეგრე იქნება ყველაფერი და არასდროს არაფერი არ დაემართება და იმის სამაგივრად, რომ მე ბინას ვტვირთავ, ამ დროს მეტი პასუხისგებლობა გმართებს. პასუხისგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ ოჯახის წევრების მიმართ, რომელიც შეიძლება ქუჩაში დავტოვოთ და სხვა და სხვა. ამ კამპანიამ მე ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა იუსტიციის სამინისტროს და პირადად მინისტრს, იმიტომ რომ შეიძლება ეს მოგეჩვენოთ გადაჭარბებულად, მაგრამ დაინტერესება, რომელიც ამ საკითხის მიმართ არსებობს და რომელზედაც უბრალოდ ფიქრი ხდება დღეს, ამის ანალიზი ხდება, ამაზე ვიღაცა წუხს, ვიღაცა განიცდის, ვიღაცას დაუშვათ ეს პრობლემად მიაჩნია, აი საკვანძო როლს ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ასრულებს იუსტიციის სამინისტრო. იქ მუშაობენ დღენიაдаг ადამიანები, თუნდაც ამ ცვლილებების თვალსაზრისით გარკვეული მოსაზრებები განიხილება, რომელიც აუცილებლად უნდა შეჯერდეს ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პროფილის სპეციალისტებთან და სხვა და სხვა. პირველ რიგში რაც დაიგეგმა, ეს იყო ეს აქცია და რასაკვირველია, ეს იყო სწორი. ჩვენ არ შეიძლება რომ ეხლა რაღაცა უხეში ხელით ჩავერიოთ იმ ურთიერთობებში, რომელიც ფინალთან არის მისული. იმიტომ რომ ეს გამოიწვევს აი სწორედ იმ ბალანსის დარღვევას, რომელიც აუცილებლად დამახასიათებელი უნდა იყოს ყველა სტანდარტული ურთიერთობისთვის. მაგრამ უბედურება რაშია, იცით, რომ ადამიანები ჩვენგან ხშირ შემთხვევაში მოითხოვენ, რომ აუცილებლად მივცეთ სესხი და სხვა არაფერს მათთვის მნიშვნელობა არ არის. მე ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა იგივე შეცდომა არ დაუშვას. ვებით ვინც ამ მდგომარეობაში. მომხრე იმის, რომ დაწესდეს შეზღუდვები ბანკების მხრიდანაც, ვის მისცემენ სესხს და ვის არა. ხშირ შემთხვევაში თავდაპირველად, როდესაც ბანკებმა დაიწყეს სესხის გაცემა, თითქმის ყველა ადამიანი იღებდა სესხს. აი ამ დროს რა არის, იცით, მე ბანკმაც უნდა აწონდაწონოს ამ შემთხვევაში რისკი. კი, უდაოდ. ბანკების სხვათა შორის ამ მიმართულებით უფრო
სწორად იქცევიან, ვიდრე დაუშვათ თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაც ნაკლებია ეს ფილტრი, ასე ვთქვათ, და ვიდრე კერძო იპოთეკარები. და ამიტომაც სხვა შორის პროცენტული ისინი ეს ესხის სასყიდლიანობის ფარგლები გაცილებით მაღალია ხოლმე იმის მიხედვით, რამდენად რთულია ან იოლია აღება კრედიტის. პრობლემა რაში მდგომარეობს ცით? ამ ადამიანებს ამ აქციის შედეგად ჩემი აზრით მაინც რაღაცა მდგომარეობა წავა აუცილებლად გაუმჯობესებისკენ, თუმცა ეს დღეს და ხვალ არ იქნება ხელშესახები რეზულტატის მქონე. ამან რაღაცა შორს მიმავალ რაღაც პერსპექტივაში უნდა აჩვენოს შედეგი, როდესაც ადამიანები დღეს დაიწყებენ ამაზე უფრო სხვანაირად ფიქრს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ, რა თქმა უნდა ეს მერე მოგცემს რეზულტატებს, თორე დღესდღეობით ვართ იმ ფაზაში, როდესაც ვუმკლავდებით იმ პრობლემებს, რომელიც უკვე დაწყებულია და უკვე დაშვებული აქვთ ადამიანებს ის შეცდომები, რამაც აქამდე მიიყვანა. თავარი რა არის, აი ამას წინათ მქონდა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც დავარწმუნე ადამიანი, რომ მისთვის სესხი აქვს ამჟამად, აპირებდა რომ ეს სესხი კიდევ გადაგირავება გაეკეთებინა და კიდე აიღო. ესე იგი ის პროცენტები რაც ქონდა დაგროვილი, კიდე იქ უნდა დაემატებინა როგორც ძირის სესხი, კიდე ეს უნდა გაიტა, ამით აუვიდო და ნუ ოდესღაც კატასტროფულ რიცხვამდე. როდესაც აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს ქონდა შემოსავალი, მოდით რიცხვებით, პირობით რიცხვებს ვიტყვი, 10 ლარი თვეში და პროცენტის სახით ყოველთვიურად სახდელი ქონდა 30, ფიზიკურად ვერ გადაიხდა. უბრალოდ ეს წარმოუდგენელი იყო და ყოველი მომდევნო თვე იწვევდა მისთვის არახელსაყრელ შედეგს. მიმიხვდებით, რასაც ძალიან მარტივია. არითმეტიკა ესეთი იყო, დღეისთვის მდგომარეობა ესეთი იყო, დაუშვათ ქონდა ვალი 15 ლარი, მისი სახლი ღირს დაუშვათ 50. თუ გაჭიმავდა მომდევნო 1 წელიწადს მისი ვალი შეიძლება გამხდარიყო დაუშვათ 20 და აი სხვაობა რაც რჩებოდა იყო მუდმივად ნაკლები. მე დაუსვი ამ ადამიანს შეკითხვა რომ დაუშვათ არის აიმედო და გააქვს იმის იმედი რომ მომდევნო წლის განმავლობაში შენი შემოსავალი გახდება იმაზე მეტი ვიდრე პროცენტით გიწევს გადახდა. ასეთაც მივიღე უარყოფითი პასუხი, ეს რეალურს არ გავდა. და თეორიული შანსებით ლაპარაკი შეიძლება აქედან გავიდეთ თვითონ ჩვენგანი და ვალისთვის საჭირო ფული ან რაღაც უზარმაზარი ფული ქუჩაში შემთხვევით ვიპოვნოთ. ან ვიღაცამ დაუშვათ ანდერძით დაგვიტოვოს ან რაღაც. ესე თეორიული ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ თეორიულ ალბათობაზე გქონდეს მორგებული ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გეგმა. ამაში ეს იწვევს დაღუპვას, ხვდებით? აი მხოლოდ ის რაც 10%-ით სავარაუდოა 90-ის საწინააღმდეგოდ, ამაზე გეგმის აწყობა რა თქმა უნდა იწვევს ამ კატაკლიზმებს ურთიერთობაში. თუმცა საინტერესო ის რომ აქცია გრძელდება, გაფრთხილება საზოგადოების აი მაბატონო ამ აქციის შედეგად ის კონკრეტული მაგალითი რაც მე გითხარით იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანმა პრობლემა გადაჭრა ამბინის გაყიდვით და ცოტა ნაკლებში გადასვლით, მაგრამ ეს პრობლემა გადაიჭრა მისთვის. ამ შემთხვევაში უკვე შეიცვალა გარკვეულწილად საზოგადოებასთან მიდგომა თქვენი სამსახურის მხრიდან და შეიძლება ითქვას, რომ მომრიგებელ მოსამართლის როლშიც გამოდის თქვენი სამსახური და არ ასახლებს ადამიანებს, როგორც ვიდეო რგოლებში გაქვთ ნაჩვენები ამ შემთხვევაში მაინც ცდილობთ რომ ადამიანის ინტერესი ადამიანური მომენტები იქნას გათვალისწინებული. აქ რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ბუნებრივია ეს სამომრიგებლო პროცესი იყოს სრულყოფილი, მაგრამ მიდგომა ესეთია რომ აუცილებლად გმართებს რაღაცის გაკეთება, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ამას, მაგრამ ვეცდებით გავაკეთოთ ისე, როგორც ნაკლებად მტკივნეული შეიძლება იყოს თვითონ მოვალისთვის. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ რომ მონაწილეობდით გადაცემაში თემის აქტუალობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ არაერთ აქციას გეგმავთ და შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების იყოს იმედია რომ კიდევ ერთხელ გიხილავთ ამ სტუდიაში და ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით მე მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო მიხეილ სარჯოლაძე საუბრობდით აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი საუბრობდით იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით და ასევე ქუთაისიდან გვერდთვებოდა ეკაბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დაუბრუნდებით მომავალ ხშაბათ სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად დიდი მადლობა რომ გვისმენთ. უღრმესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. მადლობთ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.